პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია ყოველ სამუშაო დღეს მთავარი თემი ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში ზუსტად 9:00 ნახევარზე სტუდიაში ნათია გამცემლიძე მუშაობს საერთო ეროვნული დაუმორჩილებლობა და აქციებში მოსახლეობის მასობრივი მონაწილეობა ეს ეროვნული ფორუმის სამოქმედო გეგმის ნაწილია მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის შესაძლებლად დღეს საზოგადოებაში არის მუხტი რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს სააკაშვილის დრო უკვე წასულია მიხეილის მმართველობის სტილს ვინც იცნობს მან კარგად იცის რომ მას ერთი ცხოვრებისეული პრინციპი აქვს გიჟი მიუში ნებასა თვით შეეყრება სნებასა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება გადამპალი ნაყოფივით არის რომელიც თავისი ჩამოვარდება ხიდან ეს განცხადებები ოპოზიციურ პარტიების ლიდერებს ეკუთვნით რა გეგმები აქვთ უფრო კონკრეტულად მათ ვინც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით საერთო სახალხო ეროვნული დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებენ ქართველ ხალხს მაშასე დღეს უცნობ კავკასიაში ოპოზიციის გეგმების შესახებ ეროვნული ფორუმიდან გუბას სანიკიძე გაერთიანებული ოპოზიციიდან გოგა ხაინდრავა და ახალი მემარჯვენეებიდან მამუკა კაციტაძე იქნებიან ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრები. ბატონ გუბას მოგესალმებით ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. თქვენ გუშინ გააცანით თქვენეული ხედვა საზოგადოებას თუ როგორ შეიძლება დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა, საერთო ეროვნული დაუმორჩილებლობა და აქციებში მოსახლეობის მასობრივი მონაწილეობა. როგორ ფიქრობთ, ეს არის ის გზა, რომლითაც თქვენ შეძლებთ ხელისუფლების შეცვლას ბატონ გუბას? რა თქმა უნდა, ეს არის ერთადერთი გზა, არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი. სხვა გზა გამორიცხულია საქართველოში, სხვა გზას საქართველო ვერ გაუძლებს. პრობლემა არის, ქვეყანა არის ჩიხში, ქვეყანა არის კატასტროფაში და ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყანას აქვს ის, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს ხელისუფლებიდან. თვითონ წასვლას არ აპირებენ, ამიტომ ჩვენ უნდა ვაიძულოთ საერთო სახალხო პროტესტით ის წავიდეს. ბატონ გუბას, როდესაც თქვენ ხელისუფლების შეცვლის მიზნით საკმაოდ სერიოზული პროტესტის ფორმა აირჩიეთ, თქვენ და თქვენი კოლეგები, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს გულისხმობ, ყოველთვის საუბრობენ იმას, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით. როგორ თუ დაიწყება პერმანენტული აქციები, თუ გამოცხადება სახალხო დაუმორჩილებლობა, თქვენ ხართ ბატონ გუბას პასუხისმგებელი ამ ხალხის უსაფრთხოებაზე? ეს არის მშვიდობიანი და კონსტიტუციური ხერხი. მშვიდობიანი აქციები და დაუმორჩილებლობა, პიკეტირება. პიკეტირება შეიძლება რომ მშვიდობიანად წარიმართოს დღევანდელ სიტუაციაში. ეგ ხელისუფლების არჩევანი იქნება რა. ის თუ დააპირებს კიდე მეორე 7 ნოემბერი მოაწყოს, მეორე 7 ნოემბერი აღარ იქნება და სხვა ფინალი ექნება ამას უკვე. ამიტომ რას ნიშნავს სხვა ფინალი ბატონ? არაფერი დაემხობა ეს ხელისუფლება რა, იმიტომ რომ ახლა ჩვენ არ ვაპირებთ კიდევ შემატყება აუტეხოს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ჩვენ მოსახლეობას. დავამთავრებთ მაშინვე. თუმცა ეს ერთხელ იყო ბატონ გუბას, ხომ არსებობს ჩვენს ქვეყანაში ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ნახეთ ვითარება სხვა არ. რა ვითარება თუ შეიძლება ისა? აგვისტოს შემდეგ ვითარება არის სხვა. პირველი ამ ხელისუფლებას გარე და მხარდამჭერი აღარ აყავს უკვე მისი მამინაცვალი ჯორჯ ბუში აღარ არის ხელისუფლებაში და მეორე სამწუხაროდ აგვისტოს მოვლენების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი რაზეც იდგა ძალისმიერ სამინისტროებზე ეს ძალისმიერმა სამინისტროების წარმომადგენლებმა ჯარისკაცებმა ოფიცრებმა პოლიციელებმა ნახეს ერთი რამ ძალიან არასასიამოვნო მათ ნახეს თავიანთი უმაღლეს მთავარსარდალი რომელიც არის სინამდვილეში კურდღელი ეს არის ქვეყანა, ახლა ამ ქვეყანას ძლიერი მეფეები წავდა და სუსტი მეფეები. ბატონ გუბას, ძალოვანი სტრუქტურები დღეს მიხეილ სააკაშვილს აღარ ექვემდებარებიან? არა, ექვემდებარებიან, ოღონდ სანამდე რა არის, იცით სააკაშვილი სისხლსაც დაღვრის და ერთ დღესაც ჩვენი ამოწყვეტის სურვილი შეიძლება გაუჩნდეს, მაგრამ როცა ის ბრძანებას გასცემს ამას, ბრძანებას რო გასცემს, ვინ შეასრულებს, ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა ჩვენ ნახეთ რომ მისმა ძალოვანმა სტრუქტურებმა ეს 7 ნოემბერში შეასრულეს ხომ ბატონო? ხო, რო შეასრულეს ის იყო ერთჯერად და დამთავრდა, მეორეჯერ ეს არ მოხდება. მე ღრმათა ვარ დარწმუნებული. ჩვენი ჯარისკაცებს ამის საბაბს თუ შეიძლება საბაბი არის აგვისტოს მოვლენები, როცა ჯარმა და პოლიციამ დაინახა ყავთ კურდღელი ხელისუფალი და უმაღლეს მთავარსარდალი, რომელიც ზრუნავს მარტო საკუთარ თავზე, მეძე არაფერზე. აი ეს მაძლევს მე ამის უფლებას რომ თქვა რომ ეს ასე ვითარება არის სხვანაირად. აგვისტოს ომამდე ჩვენ საზოგადოებაში იყო ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომელიც ამბობდა, რომ აცალეთ რა მიშას, ჯარი გააკეთა, კაცო ახლა ცხინვალს დაიბრუნებს და ამბავს იზამს. დღეს რა არის? ცხადი. ეს არის ჩიხი.
საქართველოს არც ერთი პრობლემა, არც დიდი, არც მცირე არ გადაწყდება ამ ხელისუფლება დღეს საუბრობს, რომ ომი არ დასრულებულაო, ბატონო. არა, ეს ხელისუფლების და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდეთ ტერიტორიებს. ზღაპრები ერთმანეთს მოუყვნენ რა, რომ შეიკრიბებიან. გასაგებია. რა ომი არ დამთავრებულა? რომელი ომი არ ესე იგი აპირებენ კიდე. არა, ვისთან? საკუთარ ხალხთან. საკუთარ ხალხს ებრძვის მიხეილ სააკაშვილი. აბარაშობა. 5 წელი არბევს ის ამ ქვეყანას. და ანგრევს ამ ქვეყანას. მე მითხარი თქვენ ერთი პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანას სააკაშვილმა გადაუწყვეტა. ოღონდ არ მითხარ ჩუქიარ და გზები დააგო. არა, მე არაფერს არ გეტყვით ბატონ გუბას, ალბათ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ არა, ვერ მეტყვის ვერცეთი ხელისუფლების ვერცეთი წარმომადგენელი ვერ მეტყვის რომელი პრობლემა მოუგვარეს მათ ქვეყანას. და მე გეტყვით შუქი და გზა არ არის პრობლემის მოგვარება, ბატონო. არა, ეს ვისი ფულით? ბაბუამისის ფულით? თუ ვისი ფულით? ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიერ გადახდილი ფული. და ქართული ბიუჯეტია ესა. თუ რომ ისა მემკვიდრეობით შეხვდა ან დედის მხრიდან, ან მამის მხრიდან იმხელა ქონება, რომ დაახარჯა ამ ქვეყანას. ნუ ამადლიან 21 საუკუნეში შუქს ამ ხალხს. გასაგებია, ბატონ გუბას თუ შეიძლება მსმენელი ყავს ხაზზე მოусმინოთ და შემდეგ განვაგდოთ საუბარი. მოგესალმებით, გისმენთ თქვენ საგამშვიდობი. გისმენთ, გამარჯობათ. მე მინდა ბატონ გუბას დაუსვა შეკითხვა. დიახ. კითხვი ძალიან კარგი და მივესალმებით რომ ერთიანდებით და მშვიდობიანი გზით გნებათ ყველაფერი ამის გადაწყვეტა და ამ ჩვენი პრეზიდენტის მოცილებას რომ შეიძლება ასე თქვას, მაგრამ აი ამ გამოსულ ხალხს რომ ტანკებიც კი გამოუყვანოს, რაქნა სამხალხმა საწავიდეს ისევ 9 აპრილი და ისევ 7 ნოემბერი რომ მოგვიწყონ რუსეთმა კი არა უკვე ჩვენმა თავრობას სად გაიგცეს, სად წავიდეს ეს ხალხი? გასაგებია. ანუ ბატონ გუბას ხალხს აქვს სურვილი, თუნდაც ამ ქალბატონით რომ ვიმსჯელოთ, ხალხს აქვს სურვილი რომ გამოვიდეს ქუჩაში და გამოხატოს პროტესტი, მაგრამ ამავდროულად მათ აქვს შიში რომ არ მოხდეს კიდევ ერთხელ დარბევა. კიდევ ერთხელ მინდა დაგისვათ ეს შეკითხვა ქალბატონის კითხვიდან გამომდინარე. ვინ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანებს? არავინ არ არის ამაზე პასუხისმგებელი. იმ დროს, როდესაც თქვენ მოითხოვს პერმანენტულ აქციებს. მე პასუხისმგებელი შეიძლება ვიყო ჩემი და ჩემი მეგობრების ქმედებაზე. ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. მარტო რო დავრჩეთ. ბატონ გუბას თქვენ მოუწოდებთ ამ ხალხს რომ გამოვიდეს ქუჩაში და თქვენ არ ახართ პასუხისმგებელი. ჩვენ რო არ მოუწოდოთ ამ ხალხს მაინც გამოვა ეს ხალხი ქუჩაში. ჩვენ გვინდა რომ ეს კონტროლირებადი იყოს და სწორ ვითარებაში წარიმართოს, თორემ მე გეტყვით რა მოხდება. საერთოდ პარტიები რო გაჩერდნენ და ხმა რა მოიღონ, აქ მოხდება რუმინული სცენარი, რომელიც მე არ მინდა განხორციელდეს. მე არ მინდა ამ ხელისუფლების წარმომადგენლების დამწვარი გვამებით ირბინოს ხალხმა ქუჩაში. ეს მოსალოდნელია, იმიტომ რომ ქვეყანა არის ღრმა კრიზისში. ღრმა კატასტროფაში. და მე მინდა რომ თავისუფალმას ქართულმა სასამართლოებმა გაასამართლოს ის ვინც გასასამართლებელია. ამისათვის დრო არის საჭირო თავისუფალი სასამართლო რომ გქონდეს. არავითარი დრო არ არის საჭირო ამისთვის არა, ეს ტყუილებია, სისულელეებია, ხელისუფლება. რა დრო არის საჭირო? პოლიტიკური ნებაა საჭირო. არ უნდა დაურეკო მოსამართლეს. მორჩა და გათავდა. თავისუფალი სასამართლოს უზრუნველყოფა არის აღმასრულებელი ხელისუფლება დინგს თუ არ ჩაყოფს იმ საქმეში. გასაგებია, ბატონ გუბას მინდა კითხოთ გაერთიანების შესახებ. არის თუ არა მოსალოდნელი რომ ისევე როგორც თქვა ჩარსა ნოემბრის მოვლენების დროს გაერთიანდეს ოპოზიცია, სრულიად ოპოზიციური, არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრი. არის ამის შესაძლებლობა? მე გეტყვით რა, ოპოზიციის წყალგამყოფი გახდება ერთი საკითხი. დიახ. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ჩათვლის, რომ ჯერ სააკაშვილი უნდა წავიდეს და მეორე არჩევნები ჩატარდეს, ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით და ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ვაპირებთ მათთან, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც აპირებს ნებისმიერ თანამშრომლობას ამ ხელისუფლებასთან, ისინი ჩაითვლებიან სააკაშვილის თანამონაწილეებად. დღეს ვითარება გაცილებით უფრო მარტივია. ჩვენი გეგმა ასეთია, ჯერ უნდა წავიდეს სააკაშვილი ხელისუფლებიდან, უნდა გადადგეს და მერე უნდა მოხდეს რიგარეში ის ისედაც რიგარეში იქნება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. თუმცა ამ კითხვა თქვენს ამ მოსაზრებაზე საზოგადოებაში არის ასეთი კითხვა. იმ შემთხვევაში თუ წავა პრეზიდენტი, ვინ ჩაატარებს ამ არჩევნებს? დღევანდელი მოქმედი პარლამენტი დანიშნავს დავით ბაქრაძის ჩატარებული პარლამენტის საპრეზიდენტო საპარლამენტო არჩევნების თქვენ გჯერავთ? დიახ, ასე მოგვიწევს. არა, სააკაშვილი რო წავა, მე ვერავინ ვერ გააყალბებს. ახლა მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ სააკაშვილი თუ წავა, მერაბიშვილი მინისტრად დარჩება.
მერაბიშვილი არის სააკაშვილის მეჭეჭი, თუმცა დავით ბაქრაძე იქნება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიცია არ ემდობა. პარლამენტის თავმჯდომარე ის შეასრულებს მოვალეობას. და თქვენ ფიქრობთ, რომ ჩატარდება ობიექტური არჩევნები? კი ბატონო, თუ შეიძლება კიდევ ერთ მსმენელს მოусმინოთ, ბატონ გუბას. მოგესალმებით, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით. ბატონო გუბას, თქვენთან მაქვს ასეთი შეკითხვა. თქვენ ბრძანეთ, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ამ ხელისუფლებას აღარ ყავს მხარდამჭერები. ისინი ვეღარ გაბედავენ მოსახლეობის დარბევას. აღერ ახლა ბატონი შალვა ნათელაშვილი ბრძანებდა, რომ ამ ხელისუფლებას და ჩემი აზრით ასეთია, ყავს მოკავშირე და ეს არის დიდი რუსეთი. მათთვის სწორედ ვანო მერაბიშვილს გადაუცია თავისი ინიციატივით ენგურჰესი პოლიტიკური თავშესაფრის სანაცვლოდ. თქვენი აზრი ამაზე, მადლობა. გასაგებია. მე საერთოდ არ დავიჩემებ შეთქმულების თეორიებზე თუ რაიმე დამადასტურებელი საბუთი არ მაქვს, მაგრამ ფაქტია ერთი. სააკაშვილის ცანცარმა გამოიწვია ის, რომ თბილისიდან 50 კილომეტრში დგას რუსული ჯარი. ახლა აქ არის ასეთი ვითარება. ჩემო კარგებო და ჩემო მეგობრებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო. გამოსავალი ამ ქვეყანას აქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თვითონ ქართული საზოგადოება და ქართული ხალხი გამოცვლით ვითარებას. ჩვენი ქვეყნის ბედს ჩვენ უნდა ვწყვეტდეთ, თორემ საქართველოს ბედი გადაწყდება სხვაგან და გარწმუნებთ, რომ საჩვენოდ არაფერი არ გადაწყდება. ამიტომ გამოსავალი არის ეს, ქართული საზოგადოების პროტესტი აიძულებს უყველას, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისაგან. იგივე რუსები არიან ესენი, ამერიკელები იქნებიან, ჩვენი მეზობლები, მცირე თუ დიდი მეზობლები იქნებიან. ქართული საზოგადოების ნება იქნება გადამწყვეტი ყველასთვის და ყველა გაუწევს ამას ანგარიშს. დღეს რატომ არ გვიწევენ ჩვენ ანგარიშს? იმიტომ რომ ჩვენ სუბიექტი არა ვართ ქართული საზოგადოება. ჩვენ უნდა ვიქცეთ სუბიექტად. ბატონ გუბას, მაშინ როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ რუსეთის აგრესია ჯერ არ შეჩერებულა, არის დრო იმისა, რომ შიდა დაპირისპირებებს ჰქონდეს ადგილი. სწორედ ამაზე ყოველდღიურად საუბრობს ხელისუფლება, კერძოდ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საუბრობს, რომ მე შევხვდები ოპოზიციას, მე გავითვალისწინებ მათ რჩევებს, იმიტომ რომ იგი დღეს დემოკრატიის ახალ ტალღებზე საუბრობს ყოველდღიურად. დღეს არ არის შიდა დაპირისპირების დრო. ამის შესახებ ყოველდღიურად საუბრობს პრეზიდენტი. ეროვნულ ფორუმს აქვს გამოკვეთილი პოზიცია. რა რუსები და რა მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის. ორივე არის ოკუპანტი. ერთი ცხინვალში და სოხუმში დგას, მეორე დგას თბილისში. ეროვნული ფორუმი განიხილავს მიხეილ სააკაშვილს როგორც მოღალატეს და ოკუპანტს. ამიტომ არანაირი მოლაპარაკება მათთან ჩვენ გამორიცხული გვაქვს. გინდათ ღია, გინდათ ფარული. ვისაც ამის სურვილი აქვს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს მიხეილ სააკაშვილი, 9-ჯერ გადააგდო მიხეილ სააკაშვილმა ის ოპოზიციური პარტიები და კიდევ 11-ჯერ გადააგდო. ვის გულისხმობთ? ვინც არ უნდა იყოს, ვისაც ამის სურვილი. არა, ვერავის ვერ დავაკონკრეტებ რა, იგულისხმოს ყველამ საკუთარი თავი. ახლა რაც შეეხება ქვეყნის ინტერესების და სახელმწიფოს ინტერესების გაიგივება ხელისუფლების ინტერესებთან არ შეიძლება. ეს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ საკუთარი თავი გაიგივოს სახელმწიფოსთან. არადა დღევანდელი ხელისუფლება და ისტორიაში ძალიან ხშირად ყოფილა ხელისუფლებები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივია. საქართველოს მთავარი მტერი დღეს ზის თბილისში და მისი სახელი და გვარი არის მიხეილ სააკაშვილი. სწორედ ის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დღეს თქვენ მტრად მოიხსენებთ, საუბრობს, რომ მე სანამ არ ამომეწურება კონსტიტუციით ვადა საპრეზიდენტო, მე 2013 წლამდე არ დავტოვებ ჩემ პოსტზე. ბატონ გუბას, რას აპირებთ? დღეს პრეზიდენტი საუბრობს, რომ მე 2013 წლამდე საპრეზიდენტო სავარძელს არ დავტოვებ. საინტერესოა, რატო საუბრობს? ესე იგი ეჭვეპარება ხო მას? არა, ადამიანი ლაპარაკობს იმას, ბავშვი რო დაიჩემებს რაღაცას, ხო? დედა რო ეძახის, ამოდი სახლშიო და არ ამოვალო და მაინც რო ატრევენ ზემოთ ყურით, ისეა სააკაშვილის საქმე. სააკაშვილი არის სიზმარას მდგომარეობაში ახლა. გასაგებია, მაგრამ თუ არ დატოვებს, რატო უსვამს ხას, რომ 2013 წლამდე უნდა ვიყო მე? ესე იგი პრობლემაა. იმიტომ რომ ოპოზიცია საუბრობს, არა, მარტო ოპოზიციაში არ არის საქმე. მე ერთი რამის თქმაც მინდა, ოპოზიციური პარტიები საკმაოდ სუსტები არიან. ნუ დაიჩემებს, რომ ყოვლის მომცველი პოლიტიკური ორგანიზაციები არიან. არ არსებობს ოპოზიციური პარტიების სტრუქტურები საქართველოში არ არის, ეს უფრო ოპოზიციური ჯგუფებია. ოპოზიციის პრობლემა იყო ის, რომ
ჩვენ საზოგადოებრივი დაკვეთა ვერ შევასრულეთ. საზოგადოება გაცილებით უფრო პრინციპული და უფრო პირდაპირ იყო ვიდრე ოპოზიცია. დღეს შეასრულებთ, გაქვთ იმედი ბატონო. მე მაქვს ჩემი საკუთარი ერთი წუთით. მე სხვის იმედზე რა მოგახსენოთ სხვა პოლიტიკური ჯგუფების, მაგრამ მე პირადად ჩემი თავის და ჩემი მეგობრების ეროვნული ფორუმის ლიდერები ვინც არიან, იმათ იმედი მაქვს. რომ შეასრულებთ საზოგადოების დაკვეთა. რა არის დღეს საზოგადოების დაკვეთა? სააკაშვილი უნდა წავიდეს. კი ბატონო, თუ შეიძლება კიდევ ერთ სვენელს მოусმინეთ, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვდარჩენილი. მოგესალმებით, გისმენთ? მოგესალმებით. გისმენთ? ბატონო გუბას მოგესალმებით, პატივისცემით. ერთი შეკითხვა მაქვს ესეთი, რა თქვენ აპირებთ რაღაც რეგიონებში რაღაც კომიტეტების შექმნას და ასე შემდეგ და ადგილებზე, ასე ვთქვათ, დამბლა უნდა დასცეთ ამ ხელისუფლებას, ხო? ესე გავიგე. მე მაინტერესებს, აი ტექნიკურად როგორ აპირებთ აი ამ თანამდებობ რომ შევარჩიეთ უკვე ხალხიო ყველგან ყო. არა, ყველგან არა ყოს. თუ შეიძლება კითხოთ. რო შეარჩევთ. როგორ აპირებთ ამ ხალხის ადგილებზე დაცვას? აი მათ უსაფრთხოებს. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ სულიკ ხო არ იქნებით 10000 კაციანი მიტინგებით და რაღაც akციებით. რო წამოხვალთ მე იმ ხალხს არ მოთხოვენ პასუხს ჩვენი ბიჭები? გასაგებია ჩემო ბატონო. იცით როგორ არის ეს ჩვენზე არის ჩემო ძვირფასო ბატონო რა დამოკიდებული ახლა თუ ვინმეს ეშინია ჩვენ არ ვეპატიჟებით ამ კომიტეტში არავის ჩვენ ვეპატიჟებით მხოლოდ იმ ხალხს ვისაც სულიერი სიმტკიცე აქვს და გარკვეული პრინციპულობაც ახასიათებს ამიტომ სამოქალაქო კომიტეტებში ჩვენ ვეპატიჟებით იმ ხალხს ვისაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი აქვს ვისაც ეშინია ჩემო ძვირფასებო ამ კომიტეტში არ ვეპატიჟებით არავის რა ბატონ გუბას მინდა კითხოთ საბოლოოდ თუ მოხდება ისე რომ ოპოზიცია გაერთიანდა ლიდერის შესახებ მინდა კითხოთ არის დღეს მოიაზრება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად თქვათ არსებობს კანდიდატი რომელიც იქნება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია გაერთიანდება და სჭირდება თუ არას საბოლოოდ გაერთიანებას ლიდერი მე დაგიზუსტებთ ოპოზიციის გაერთიანებაზე არავინ არ ფიქრობს ოპოზიციის კოორდინაციაზე კი ფიქრობთ მექანიკური გაერთიანებები არ ამართლებს საქართველოში და არ გაამართლა ამიტომ ეროვნული ფორუმი ორგანიზაციულად გაერთიანებას არავისთან არ აპირებს სხვა საკითხია მე როცა სააკაშვილი არ იქნება არჩევნებში რა გადაწყვეტილებას ანუ ოპოზიცია არ გაერთიანდება ბატონ ოპოზიცია მჭიდრო კოორდინაციას აპირებს ახლა ვიღაცისთვის ეს გაერთიანება არის ვიღაცისთვის ეს კოორდინაცია მე ვარწმუნებ ყველას ვინც იმ პრინციპებზე შევთანხმდებით რომ უპირობოდ სააკაშვილი უნდა წავიდეს ჩვენ მათთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ვაპირებთ რაც შეეხება ლიდერს ცხოვრება გამოაჩენს რა და ვითარება გამოაჩენს ვინ იქნება როგორანაირად იქნება გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ბატონ გუბას გაიცემაში მონაწილეობისათვის ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი გუბას სანიკიძე იყო ჩვენი გაიცემის პირველი ნაწილის სტუმარი ჩვენ რეკლამის შემდეგ ახალი მემარჯვენეების ლიდერთან ერთ-ერთ ლიდერთან მამუკა კაცისტაძესთან ერთად დავბრუნდებით დაგველოდეთ მედია პროექტი უცნობი კავკასია ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაცისტაძე გახლავთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი მოგესალმებით ბატონო მამუკა ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის საუბრობთ ოპოზიციის გეგმებზე თქვენის ნებართვით მე თქვენი კოლეგის თქვენი თანაპარტიალის განცხადებით მინდა დავიწყოთ ჩვენი მეორე ნაწილი ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა ჩვენ არ მოგწონდეს ნინო ბურჯანაძე ზურაბ ნოღაიდელი მათაც უნდა შეძლონ რომ ერთი აგური დადონ ამ ხელისუფლების შესაძლებლად. ბატონ მამუკა, გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია? ეს განცხადება დავით საგანელიძეს ეკუთვნის. გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია? მოგესალმები ნათია, მივესალმები ტელემაყურებელს. მე ვიტყოდი რომ ოპოზიცია უკვე გაერთიანდა ერთი კონკრეტული და მთავარი მიზნის გარშემო და ამ მიზანს ქვია სააკაშვილის ჩამოშორება ხელისუფლებისგან და გაშვება პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს შეთანხმება გაფორმებულია ოფიციალურად და ვინც ხელი არ მოაწერა მან ზეპირად დააფიქსირა რეალური ოპოზიციიდან რომ ერთგული და სოლიდარულია ამ შეთანხმებაში ჩამოთვლილი პუნქტებისა, ხოლო გარკვეულმა ნაწილმა ოპოზიციისამ, რომლის წარმომადგენელიც აგბრძანდებოდა ახლა გუბას გულისხმობ ეროვნულმა ფორუმმა, უფრო ასე ვთქვათ მეტი პირობა თუ რაღაც ესეთი ტაქტიკის გაწერის
აუცილებლობის თემა დააყენა წინა პლანზე, თორემ მათ არ უყვიათ როგორც პრიორიტეტი სააკაშვილის გაშვება ხელისუფლებისგან და ჩამოშორება. ანუ თუ ვიტყვით იმას, რა არის დღეს ქართული პოლიტიკისათვის უმთავრესი საკითხი და ყველა ერთად ამას ვპასუხობთ, რომ ეს არის სააკაშვილის ჩამოშორება, კონკრეტულად ამ მიზანთან დაკავშირებით ოპოზიცია არის ერთიანი. თუ თქვენ გულისხმობთ რაღაც პოლიტიკურ ბლოკებს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თუ საპარლამენტო არჩევნებისთვის როგორ იქნება, ეს ცალკე საკითხია და ამას არაფერი აქვს საერთო იმ თავარ მიზანთან, რომლის გარშემოც ოპოზიციამ ერთიანი მზაობა უკვე დააფიქსირა. ამიტომ ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე, გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია, არის დადებითი, დიახაც გაერთიანდება იმ მიზნის მისაღწევად, რასაც სააკაშვილის გაშვება ქვია. გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია ისეთი ფორმით, როგორიც ეს ჩარშა ნოემბრის მოვლენების დროს იყო. მაშინ ახალი მემარჯვენეები გამოეყვნენ ამ გაერთიანებას. როგორ იყო შარშა ნოემბრის დღეებში გაერთიანებული ოპოზიცია? ისინი ერთიანად ბრძოლობდნენ. დიახ, სწორედ ამას გულისხმობ. იბრძოლებს თუ არა დღეს გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანად. დღეს არის საუბარი იმაზე, რომ ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანიას პარტია ცალკე და დანარჩენი სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ცალკე ბრძოლებენ იმისათვის, რომ გადადგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ნაცია ამას გეუბნები სწორედ, რომ ახალმა მემარჯვენეებმა და რესპუბლიკელებმა შექმნეს პოლიტიკური ბლოკი, რომელიც არამხოლოდ სააკაშვილის გადასაყენებლად აცხადებს მზაობასა და იღებს ერთმანეთთან პასუხისმგებლობას, არამედ შორს მიმავალი გეგმები აქვთ ჩამოყალიბებული მწყობრად და მკაფიოდ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ბლოკი გაურბის იმ ერთობას, რასაც სააკაშვილის გადაყენება ჰქვია ამ იდეის გარშემო. თქვენ 7 ნოემბერი ახსენეთ, რა გინდათ ახლა მითხრათ, რომ 7 ნოემბერს 2007 წლისა ახალი მემარჯვენეები იქ არ უყოფილ ვარ? 7 ნოემბერს გადაწყვიტეს ახალმა მემარჯვენეებმა, რომ ისიყვნენ რუსთაველის დამზადება. მაგრამ როდესაც პოლიტიკური ბლოკი ყალიბდებოდა, ანუ პოლიტიკური ერთობა ყალიბდებოდა, ჩვენ ვთქვით, რომ ამ პოლიტიკურ ერთობაში, რომელიც არჩევნებისთვის აპირებს ერთად წასვლას, ჩვენ არ მიგვაჩნია ჩვენი ყოფნა იქ საჭირო და აქ შეიქმნა კიდეც ეროვნული საბჭო ჩვენს გარეშე, საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მაგრამ როდესაც საკითხი დგება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის დიახაც ჩვენ იქ ვიყავით 7 ნოემბერს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ და რესპუბლიკელებს პერსპექტივაში ალბათ უფრო გაფართოვდება ეს პოლიტიკური ბლოკი. შეიძლება მაშინ არ იყო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა შარშა ნოემბრის მოვლენების დროს, თუნდაც სანამ 7 ნოემბერი. ნათია, კიდევ გეუბნებით, იქ იყო გამოკვეთა, ანუ მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, სვლა პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბებისათვის, რაც ჩამოყალიბდა კიდეც ეროვნული საბჭოს სახით, დამეთანხმეთ, ყველაფერს ვიტყუები. დღესაც ასეა სიტუაცია. ჩვენ და რესპუბლიკელებმა შევქმნით პოლიტიკური ალიანსი, რომელიც არც მარტო წინა საარჩევნოთ არის და არც არჩევნების მერე დაიშლება. სავარაუდოა, რომ ეს ალიანსი ახლო მომავალში გაფართოვდება. რა გამოდნება ამისგან? უახლოეს დღეებში თქვენ დაინახავთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების ჩამოსაშორებლად ჩვენ არ ვიქნებით ერთიანი ლეიბორისტთან, ფორუმთან, ნინო ბურჯანაძის პარტიასთან, ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან. ნინო ბურჯანაძემაც და შეიძლება გაატკეცებულად ნოღაიდელმა შეიძლება გაასკეცებულად, იმიტომ რომ მათ პასუხისმგებლობა აქვთ. უფრო მეტი ამ ხელისუფლების ნამოქმედარზე უნდა ეცადონ, რომ ჩამოაშორონ სააკაშვილი ამ ხელისუფლებას და ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ საქმეში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაერთიანებულად ვიღებთ მომავალ არჩევნებში წასასვლელად. თუმცა კონკრეტულად მინდა დავაკარო კონკრეტულად ახალი მემარჯვენეები და ნინო ბურჯანაძე შესაძლოა ერთად იბრძოლონ იმისათვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გადააყენონ. მე კონკრეტულად ამ შეკითხვას გისვათ, იმიტომ რომ თქვენ და ნინო ბურჯანაძეს შორის კონკრეტულად საკმაოდ სერიოზულ განხეთქილებას ჰქონდა ადგილი ადიალებთან დაკავშირებით, ბატონო. თქვენ თუ იმის თქმა არამხოლოდ პლედებთან დაკავშირებით, ეხლა პლედებამდე ნუ დავიყვანთ ჩვენს დაპირისპირებას. ჩვენ პრინციპული დაპირისპირებები გქონდა, მათ შორის ნინო ბურჯანაძესთან. მაგრამ ეს იყო ყველაზე სკანდალური ფაქტი. თქვენი კითხვით თუ გინდათ იმაზე გამიყვანოთ, რომ ვიქნებით თუ არა ჩვენ ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ, პასუხობთ არა. მაგრამ თუ მე პასუხობთ იმას, რომ სააკაშვილის ჩამოსაშორებლად ვიქნებით თუ არა ერთიანი, არამხოლოდ ნინო ბურჯანაძესთან, ქართულ საზოგადოებასთან უნდა იყოს ერთიანი ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია. თქვენთან, ნებისმიერ გამლელთან და ასე შემდეგ და არ დაიჯეროთ თქვენ
20 პარტია რო გაერთიანდეს ამის გარშემო, თუ საზოგადოების ნება არ იქნა თანხვედრილი პოლიტიკური ნებისა, უпростоრედ პოლიტიკური ნება თუ არ დაემთხვა საზოგადოების ნებას, შედეგის ვერ მივიღებთ. ამიტომ თქვენ განსაკუთრებულ აქცენტებს, მაინც და მაინც განსაკუთრებულ აქცენტებს პოლიტიკურ ორგანიზაციებზე კი ნუ გააკეთებთ. თვითონ ჩვენ ვთვლით ასე, რომ ეს არის ქართული საზოგადოების გადასაწყვეტი. ის მუხტი, რომელიც შეუძლია შექმნას ქართულმა საზოგადოებამ ყოველგვარი ზედმეტი კიჟინის გარეშე და რაც იყო თუ გნებავთ 2008 წლის იანვარში, არის ხელმეორედ შესაქმნელი და მერწმუნეთ, რომ შედეგი დადგება. და რატომ დადგება, იცით შედეგი? დღეს ხომ ხშირად ისმის კითხვა მაშინ ხომ იყო ასეთი მასიური გამოსვლები 100, 200, 300,000 ადამიანი, რატომ არ დადგა შედეგი? მაშინ სააკაშვილს ყავდა პოლიტიკური მამა ამერიკის პრეზიდენტი მზრუნველი რა ვიცი რა დავარქვა ქოლგა ლობისტი რომელიც პოლიტიკურად გარდაცვლილია გესმით რაშია საქმე ესეთი უპირობო მისი მზრუნველი დღეს მსოფლიოში აღარავინ აღარ არის ამერიკის პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას ვამბობ მე დღეს მსოფლიოს განწყობა სააკაშვილისადმი არის იგნორირებადი ამაზე მოწმობს დავოსის ფორუმი ამაზე მოწმობს მიუნხენის ფორუმი ამაზე მოწმობს ყოველდღიური საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესები. ამიტომ არავინ დღეს ავანსად თავს არ დადებს სააკაშვილის გულისთვის. გესმით რაშია საქმე? მან ამ ჭკვან აკლულმა ადამიანმა საქართველოს კი არ შეამთხვია მარტო პრობლემას. ჩვენი გვაწუხებს ბუნებრივია, მაგრამ სხვა რამეც უნდა გვაწუხებდეს. მსოფლიო შეამთხვია პრობლემას. მისმა გაუწონასწორებლობამ, მისმა ავანტიურიზმმა, მისმა დაუფიქრებლობამ, მისმა ავადმყოფურმა აზროვნებამ. გესმით რაშია საქმე? აქედან გამომდინარე, მოცემულობა საერთაშორისო საზოგადოებისა 2008 წლის იანვარში და დღეს არის განსხვავებული. დღეს ჩვენზეა სიტყვა. მაშინ პოზიცია საერთაშორისო და ქართული ერთმანეთს არ დაემთხვა და შედეგი ვერ დადგა. დღეს პოზიცია საერთაშორისო არის ცხადი და ნათელი. დღეს ჩვენზეა სიტყვა და თუ ჩვენ ვერ შევძელით ეს, ეხლა ნუ გაგავიშვერთ ხელს იქით. ბატონო, ეს არის თქვენი მოსაზრება. ჩვენ მოსაზრებებს გეუბნებით, აბა სხვისი მოსაზრება. არა, ბატონო, არა, სხვის მოსაზრება. ჩვენ მოსაზრებებს გეუბნებით. ეს არის თქვენი მოსაზრება თუ თქვენ გაქვთ გარანტია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ თქვენ შეძლებთ ამ ხელისუფლების შეცვლას. ნათია, მე მგონი არ ტოვებ ეხლა იმ ტიპის გულუფრყვილოში დაბეჭდილებას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარანტიებს ვითხოვდე. გარანტია ძალიან აღმატებული ფორმა არის პოლიტიკაში, როგორც ესეთი. მე ვხედავ პოლიტიკურ პროცესებს და დამოკიდებულებებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. კონკრეტულ გამოხატულებებს ვხედავ. გესმით რაშია საქმე? მე ტყუილად არ მიხსენებია დავოსის ფორუმი, არ მიხსენებია მიუნხენის ფორუმი. ის ბლეფი, ის ტყუილი, ის სიცრუე, რომელსაც სხვა ტელევიზიები, ასე ვთქვათ, ნაციონალური მასშტაბით რომ ფარავენ საქართველოს, ის ტელევიზიები რომ აჩვენებენ, რომ ჯო ბაიდენს შეხვდა სააკაშვილი, 1 წლის წინ გადაღებული კადრები აჩვენეს, იცით თქვენ ნიუ-იორკში. არ შეხვედრია. გასვლა საიდან მაქვს? ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ? სოფლიო კი არის დიდი, მაგრამ არც იმდენად დიდი არ არის, რომ ინფორმაცია ვერ გავიგოთ. ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც გვაქვს ეს ინფორმაცია. სააკაშვილი და ბაიდენი ერთმანეთს არ შეხვედრიან. არა, ამჯერად არ შეხვედრიან. უფრო მეტიც, სამჯერ ითხოვა სააკაშვილმა სიტყვის აღება, სამივეჯერ დაუბლოკეს მას. ეხლა საუბრობენ ნაციონალები. უკაცრავად, მაპატიეთ. ეხლა ამბობენ ნაციონალები, რომ უნდა ჩაეწერო ისე სიტყვას არ გაძლევენო. შემამაცხონებულო, რომ მიბოდიალო, სად მიდიხარ, ჩაეწერე მერე. დაიჭირე თადარიგი რომ ჩაგწერონ, მაგრამ მეც გეტყვი, იცით რა არის პროტოკოლით გათვალისწინებული? ქვეყნის პირველი პირი როცა მოინდომებს მსგავსი ტიპის ფორუმზე გამოსვლას, მას ეძლევა პირდაპირ ამის უფლება, მაგრამ ეს უფლება არ მისცეს სააკაშვილს, იმიტომ რომ ის არანორმალურის იმიჯით არის მსოფლიოში. ეხლა კიდე ესე გაიგეთ, კიდე ისე გაიგეთ. გასაგებია, ბატონო მამუკა არანორმალურის იმიჯით ცნობილი არანორმალური პოლიტიკოსის იმიჯით პრეზიდენტი. მე ეხლა მის ფსიქიატრიულ გადახრებზე არ მაქვს აქცენტი გაკეთე ამ შემთხვევაში. მის არანორმალურ პოლიტიკოსობაზე მაქვს აქცენტი. ბატონო მამუკა არანორმალური პოლიტიკოსი, ესე რომ ვთქვათ, ესე შეიძლება. კი ბატონო, თქვენ მოითხოვთ შესაძლოა დაიწყოს პერმანენტული აქციები, ბატონო. შესაძლოა რა აუცილებლად დაიწყება. გამოვა ხალხი ქუჩაში, ბატონო მამუკა. ეს დამოკიდებულია თავად ხალხზე ეხლა მე თქვენის აზრით, ხო თქვენ მოსაზრებებს საუბრობთ. იცით რაში? კი, არა, თუ ვარაუცმეუბნებით, ვარაუცგეთ. იცით რაშია საქმე? ამ ხალხმა დაამტკიცა რომ შეუძლია ჩვენმა ხალხმა დაამტკიცა რომ შეუძლია პროტესტის ყველაზე მწვავე ფორმის გამოხატვა
და ძალიან მშვიდობიანად, ძალიან თავდაჭერილად, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით. ბაზე საუბრობდა ბატონო მამუკა. დავასრულებთ, შეიძლება და მაგ თემაზეც მოგახსენებთ. ანუ ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს მოსახლეობამ დაამტკიცა, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, როდესაც ხედავენ, რომ ქვეყანაში ღირსების პრობლემა დგას, ეროვნულობის პრობლემა დგას, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა დგას, შეურაცხყოფის პრობლემა დგას ხელისუფლების მხრიდან. მე შარშანდელთან შეტარებით ზღვა არგუმენტებს ვხედავ იმისათვის, რომ საზოგადოებამ გამოთქვას იგივე პროტესტი. იმიტომ რომ ამ 1 წლის განმავლობაში მოხდა გაცილებით უფრო დიდი უბედურებები ტერიტორიული მთლიანობის კარგვასთან ერთად, მსხვერპლთან ერთად, დევნილებთან ერთად და ასე შემდეგ. ჩვენ დავკარგეთ საერთაშორისო ასპარეზზე ფაქტორის ფუნქცია, გესმით რაშია საქმე? ჩვენს გარეშე წყდება არათუ სოფლიოში რაღაცეები, რეგიონალური პროექტების განხილვა მიმდინარეობს ჩვენს გარეშე. მე მგონი ყველა მიცით, ხო? ფეხბურთის საყურებლად რომ არ ჩასულა თურქეთის პრეზიდენტი ერევანში. ამიტომ ამ ყველაფრის შემხედვარედ დიახ მე იმედი მაქვს იმის, რომ ქართული საზოგადოება გამოთქვამს იმ ლეგიტიმურ დამოკიდებულებას, იმ ლეგიტიმურ პროტესტს ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ეს დაიმსახურა. თუმცა დაიმსახურა 5 წლის წინ, მაგრამ დღეს გამოხატავს. პრეზიდენტ სააკაშვილს თქვენ დღეს არანორმალურს უწოდებთ. იმ შემთხვევაში თუ ხალხი მე არ უწოდებ, ეხლა თქვენ გინდათ ინტერპრეტაცია გააკეთოთ. მე თქვენ გითხარით, რომ სოფლიო სააკაშვილს აღიქვამს როგორც არანორმალურ პოლიტიკოსს. ეხლა არანორმალური პოლიტიკოსი. მე უფრო ცუდ რაღაცას უწოდებ, უბრალოდ ეხლა ეთერში ვერ ვიტყვი. არანორმალური პოლიტიკოსი. ხომ არ ფიქრობთ, რომ გაიმეორებს და მოხდება ის, რაც მოხდა 7 ნოემბერს. იმ შემთხვევაში თუ დაიწყება პერმანენტული აქციები. არა, მიხარია რომ გაიგეთ ბატონო. აქ ორი ფაქტორია, რა თქვით? მიხარია რომ გაიგეთ, მე სწორედ. აქამდე ვერ ვიგებდი. არა, გავიგეთო მიპასუხეთ და მე ვიცი რომ თქვენ ჩემი ყველა შეკითხვა გესმით. გისმენთ. აქ ორი მომენტია, ნათია აქ, ესე იგი, რას იზავს ხალხი ამ თვალსაზრით, ეს მკითხეთ, ხო მე მგონი? დიახ. იცით რაშია საქმე? გააკეთებს თუ არა, თუ სააკაშვილი იგივეს გაიმეორებს. ეს აზრი არსებობს, სწორედ ხალბატონმას დაგუკავშირდა. ვიცი, წეგარ გუსმენდი, რომ ხალხი ისევ გამოვა და მე ხალხს ისევ ტანკებს გამოუყვანენ და ასე შემდეგ. აქ არის ორი მომენტი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და ამის გათვალისწინების ფონზე ჩვენ მაინც უნდა ვიმოქმედოთ. პირველი ის, იცით რა არის? ტანკების გამოყვანას და ძალის გამოყენებას ჭირდება გადაწყვეტილების მიღება. განწყობა ჭირდება და ამაზე წასვლა ჭირდება. ამას ეს ყველას არ ეწიფება ხელს პირდაპირ გეუბნები. დღევანდელ შექმნილ სიტუაციაში, მაშინ როდესაც სააკაშვილი უპატრონოა სოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე, ამ ტიპის გადაწყვეტილებები მით უმეტეს ტანკების გამოყვანა და მით უმეტეს რაღაც სისხლის ღრაზე წასვლა, ეს მთლად მის შესაძლებლობებში არ შედის პირდაპირ გეტყვით და ამას გაბედვაც უნდა ყველაფერთან ერთად. იცით რაშია საქმე? გაბედვაც უნდა მეთქი ამ ყველაფერს და როცა საუბარია ქმედებაზე, ქმედება სჭირდება გული, სჭირდება თავი და სჭირდება ამ გადაწყვეტილების მიღება. დედლები ამას ვერ აკეთებენ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება სისხლი დაიღვაროს და ეხლა პათეტიკაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ნათქვამი. რომ არასოდეს გაუმარჯვიათ მშიშრებსა და მსტოვრებსო. ეხლა თუ ვინმეს გონია, რომ სახში მუთაკის ამოდებით, წამოწოლით და კარგ სიტუაციაში ყოფნით ამ პრობლემას დაძლევს, მაშინ თავი დაანებოს ამ დინებებს ელემენტარულად და იმათ აცადონ, ვინც ამის გაკეთება შეუძლია და ვინც ამისთვის მზად არის. მე მესმის, რომ შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას, მაგრამ მეორე მხარეს იცით რა დევს აპირწოებზე? თუმცა ბატონო, ვინ არის ამ პრობლემებზე პასუხისმგებელი? იმ შემთხვევაში თუ ამ მოქალაქეებს, რომლებიც გამოვლენ ქუჩაში და თქვენ გამოხატავენ პროტესტს, ვინ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში თუ ამ მოქალაქეებს შეექმნებათ პრობლემები? გნებავთ ხელისუფლების მხრიდან. ბატონო, მერწმუნეთ, რომ ეს აზრი არსებობს და ეს მოსაზრებები არის, ეს შიში არსებობს. ვინ არის პასუხისმგებელი ამ მოქალაქეებზე? მესმის, ჩემო კარგო, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრა, რომ როცა ეს კითხვა ისმება, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვერაცნობიერებს დღევანდელი საზოგადოება რა რეალობაში აღმოჩნდა.
გესმით, რა რეალობაში აღმოჩნდა. ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე საქართველოს ისტორიაზე და როგორ ვიხსენიებთ იმ თაობებს, რომლის დროსაც დაიკარგა ჰერეთი, დაიკარგა ტაო-კლარჯეთი, დაიკარგა ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველო, ლორე და ასე შემდეგ. ვინმეს ეჭვი ხო არ ეპარება, რომ დღევანდელ თაობებს მოიხსენიებენ სწორედ იმ თაობებად, რომლის დროსაც საქართველო დაპატარავდა. ეხლა რა გინდა თქვენ მითხრათ, როცა ერთ მხარეს სასწორისა დევს ის, რომ საქართველო პატარავდება და უფრო მეტიც სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პრობლემა დგას და მეორე მხარეს პასუხისმგებლობა. სულ რომ გაქრეს პოლიტიკოსები ამ ქვეყნიდან, იმ მოქალაქემ კონკრეტული მოქალაქეობრივი პოზიცია უნდა დააფიქსიროს თუ არა? მე გეუბნებით რომ უნდა დააფიქსიროს. ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას გაურბივართ. ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ რომ საზოგადოებას მოუწოდებთ დაუმორჩილებლობისაკენ, ჩვენი პასუხისმგებლობა უფრო მეტი არ არის, მაგრამ თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ჩიტი ბრდღნა ადგილს ქვეყანა გვიპატარავდება და სახელმწიფო გვიუქმდება ამ ავადმყოფების გადამკიდე. ეს თუ არ გავაცნობიერეთ, შენ აიღე პასუხისმგებლობა და მე კარგი თავი დამანებეო, ესე არ არის. სამშობლოზე და სახელმწიფოზეა ლაპარაკი. კიდე გეუნებით, არ არის ეს პათეტიკა. ეს არის რეალობა, სამწუხარო რეალობა, რომლის წინაშეც დავდექით. ეხლა როგორც გინდათ ისე გაიგეთ, ვისაც უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, ვისაც არ უნდა არა. და თუ ვერ მიიღებს და თუ ვერ მივაღწევთ იმას, რომ საზოგადოების საპროტესტო ტალღა აგორდა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ დამსახურებულად, მაშინ ღირსი ყოფილა ეს ხალხი სააკაშვილის და მისი ხელისუფლების. ღირსი ყოფილა იმის, რომ მათ დროს ტერიტორიები დაიკარგოს, მაგრამ მე ამას არ შევეგუები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის საინტერესო რესპონდენტი ბრძანდებით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გისურვებ წარმატებებს, მე სხვა რამ დამჩენია. რეკლამის შემდეგ ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გოგა ხაინდრავა. დაგველოდეთ. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა გახლავთ ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმარი. ბატონ გოგა, პირველ რიგში მინდა გითხოთ, არსებობს დღეს გაერთიანებული ოპოზიცია? და ვინ არიან ამ გაერთიანების წევრები, თუ შეიძლება? საღამოშტობისა, მე ვფიქრობ, რომ თვითონ კითხვაშივე არის პასუხი. გაერთიანებული მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს რაიმე, თუ ის აერთიანებს ბევრ სუბიექტს. მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე საქართველოში არსებობს ოპოზიცია, არსებობს ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მეტნაკლები სიმპათიით, თანამშრომლობით და ასე ვთქვათ, მეგობრობით გამოირჩევიან ერთმანეთთან. ეხლა ის, რასაც თქვენ გულისხმობდით, ის იყო საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო. და მასში იყო გაერთიანებული 10 პოლიტიკური სუბიექტი. დღეს რა ხდება ეროვნულ საბჭოში? გაერთიანება არ არის, მაგრამ ეს ბუნებრივია აბსოლუტურად, იმიტომ რომ პოლიტიკური ალიანსები, პოლიტიკური რაღაცა ჯგუფები ყალიბდება გარკვეული საქმისთვის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არიან ერთად და მე შეშლებიან ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. კი ბატონო, ბატონ გოგა, დღეს ჩვენ საუბრობთ ოპოზიციის გეგმებზე. სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან გქონდათ თუნდაც ბატონ მამუკა კაციწაძესთან, ბატონ გუბასანკიძესთან საუბარი. ეს ადამიანები საუბრობენ, რომ უნდა დაიწყოს პერმანენტული აქციები მიხეილ სააკაშვილის უპირობოდ გადადგომის მოთხოვნით. თქვენც, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, თქვენც ამ მოთხოვნას რასაკვირველია უერთდებით. ბატონ გოგა, როგორ ხედავთ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ გაზაფხულზე ამ აქციებმა გამოიღოს შედეგი? არა, სხვანაირად შეუძლებელია უბრალოდ ამ ქვეყანას რესურსი აღარ გააჩნია, ეს ქვეყანა პრაქტიკულად მხოლოდ თეორიულად არსებობს, ჩვენ აღარა ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვერ ვანხორციელებთ იმ პროცესებს, რაცაც სახელმწიფო გულისხმობს, ჩვენ ვკარგავთ ყველაფრის რისი დაკარგვა შეიძლება, ჩვენ არავინ არაფერს არ გვეკითხება. ამიტომ ეს უბრალოდ გადაუდებელი საჭიროებაა. აქ ახლა მოწოდებები და რაღაცა პოლიტიკური აქტიურობა ამასთან დაკავშირებით მე არ ვფიქრობ, რომ არის რაღაც განსაკუთრებული ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ქვეყანა ჩამოიშლება და ქვეყანა ჩამოგვეშალა თავზე, ჩვენ სახელმწიფო ჩამოგვეშალა თავზე, ერთადერთი გამოსავალი ეს არის ხელისუფლების გამოცვლა. ბატონ გოგა, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ დღეს ოპოზიცია კონკრეტულად იმის შესახებ თუ რა აწუხებს საზოგადოებას, რა პრობლემები აქვს, კონკრეტული გეგმა თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის ასაღდგენად, კონკრეტული, თქვათ, პასუხები საზოგადოებასთან თუ როგორ უნდა ავიციოთ თავიდან ეს სოციალური კრიზისი. აი ამ საკითხებზე არ საუბრობენო. უბრალოდ ისინი მხოლოდ გამოდიან ტელეეთერში და
აკრიტიკებენ ხელისუფლებასო. თქვენ გაქვთ გოგა ხაინდრავას, გაქვთ თუ არა თქვენეული ხედვა და გეგმა თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის ასაღდგენად? ეხლა რა შეასახმე იცით, აქ არის განსხვავება დიდი. ოპოზიცია იმისთვის არის, რომ ისაუბროს და ხელისუფლება იმისთვის, რომ აკეთოს. ხელისუფლება მხოლოდ თუმცა ოპოზიციასაც თავის ამომრჩეველი და აინტერესებს. არა, აინტერესებს. მე ახლა სხვა რამეზე ლაპარაკობ. ეს იგი საქმეც იმაშია, რომ ისინი ბევრს ლაპარაკობენ და რასაკეთებენ და მათი გეგმები როგორ განხორციელდა, მათი პოლიტიკური ხედვები როგორ განხორციელდა და რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ქვეყანა, ეს ყველასთვის ნათელია დღეს და ლაპარაკის გარდა არაფერი არ დარჩენიათ. კი ქონდათ ლოზუნგი საქმე ლაპარაკის სანაცვლოდ, მაგრამ მათი საქმე ვნახეთ ნოემბერში, მათი საქმე ვნახეთ აგვისტოში. მთელი ამ წლების განმავლობაში მათი საქმეს ეხლა ვხედავთ ენგურთან მიმართებაში და უამრავ საკითხებში ლტოლვილებთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ამიტომ მათი დრო ამოიწურა. მათი წამზომი გაჩერდა, დამთავრდა ამ ქვეყანაში ის ტყუილები, გაუთავებელი, ის აბსოლუტურად ტოტალური ტყუილის ქვეყანა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ამფსონებმა, ამ ჩამოყალიბებულმა კრიმინალებმა, ამ ადამიანებმა, ვისი ადგილიც არის სასამართლოს სკამზე და ეს აუცილებლად აღსრულდება ისე როგორც ჩვენ გიყურებ და ეს თელი თარგამაძეები, ბოკერიები, რამიშვილები, სააკაშვილები და მერაბიშვილები პასუხს აგებენ იმ ბოროტმოქმედებაზე, რაც ჩადენილი აქვს საკუთარი ქვეყნის წინაშე. ეხლა რაც შეეხება ხედვებს, ვისაც უნდა ნახვა ის ხედავს და ვისაც არ უნდა ის ვერაფერს ვერ დაენახა. ბატონ გოგა, აქ მინდა კითხო დღეს პრესაწერს საკმაოდ აქტიურად, რომ შესაძლოა გიგი უგულავამ დატოვოს პოსტი და ოპოზიციაში გადავიდეს და ეს რასაკვირველია. მე არ მაქვს ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია, მაგრამ მაინტერესებს იმ შემთხვევაში თუ გიგი უგულავას ჩვენ შესაძლოა ვიხილოთ ოპოზიციურ სპექტრში. თქვენ იბრძოლებთ თუ არა ერთად ვერც თქვენ გაკადრებთ ამას და ვერც საზოგადოებას ერთად მიხეილ სააკაშვილის გიგი უგულავასთან ერთად მე ვერასოდეს ვერ ვიბრძოლებ ვერავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე და გიგი უგულავა ვართ აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილებაში მყოფი ხალხი. მე არაფერი საერთო გიგი უგულავასთან არ მაქვს. გიგი უგულავას ისევე როგორც სააკაშვილი, მერაბიშვილი და ყველა წამყვანი ამ ფაშისტური ორგანიზაციის, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქვია, ძალიან სერიოზულ კითხვებზე ექნება გასაცემი პასუხი თავისუფალი ქართული სასამართლოს და ქართული საზოგადოების წინაშე. როგორ გაართვებს ამ ამოცანას თავს, ნახოთ. ბატონ გოგა, იცით რა არის, თუ ხსმენიათ თქვენ იმის შესახებ, რომ დღეს საზოგადოება საუბრობს, რომ თუ დღეს ხალხი ასეთესობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, შარშანდელი მაგალითიდან გამომდინარე, თქვენ შეძელით თუ არა, ბატონ გოგა, ამ 100,000-ობით ადამიანის მართვა? როგორ შეძელით? შევძელით ამ 100,000 ადამიანიდან არც ერთმა არ ჩაიდინა ბოროტმოქმედება, არც ერთმა არ დაარღვია კანონი. ერთადერთი რასაც სულ ატრიალებდნენ, აი ერთი უბედურ დღეზე გაჩენილი პოლიციელი დაიჭირეს გამწარებულმა საზოგადოებამ და მაგრამ ამის მერე ჩვენ ნახეთ რაქნა საზოგადოებამ საფრანგეთში, ამის მერე ჩვენ ნახეთ რაქნა საზოგადოებამ საბერძნეთში და ამის მერე ჩვენ ნახეთ უამრავი ქვეყანა რა შვება ესე დროს გამწარებული საზოგადოება. იმასთან შედარებით საქართველოს 100,000 ანგელოზი იყო გამოსული ქუჩაში. ამიტომ შევძელით რა თქმა უნდა და მე მინდა გავახსენოთ ჩვენ ბაბილონის გოდოლი დავანგრიეთ. სააკაშვილი იყო ბაბილონის გოდოლი და ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ დავანგრიეთ და ეს არავის არ დაავიწყდეს. ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილი წასულიყო თანამდებობიდან, ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილი რომ დაენიშნა არჩევნები, სხვა არანაირი მოთხოვნები არც ჩვენ და არც ამ 100,000 კაცს არ ქონია, უბრალოდ მე ბატონი ბუში მოვიდა ხიშტით, ბრაიზასთან და დენფრიდთან და ამერიკის ელჩთან ერთად მოგვიში, ესე იგი თავისი წყალქვეშა ნავები მოგვიყენეს და გვაიძულეს გვეღიარებინა ეს ქურდბაცაცა საქართველოს პრეზიდენტად, რაც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დღემდე არ გაუკეთებია, მაგრამ ნუ ეხლა თავზემოთ ძალა არა, ჩვენ ვერ გადავაყოლებთ ქვეყანას ერთ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი საუბრობს, რომ იგი პრეზიდენტი იქნება 2013 წლამდე. ალბათ იმიტომ საქართველოს პრეზიდენტი არ აყავს ჩემო კარგო. სააკაშვილი არ არის პრეზიდენტი, ეს არის. ნუ ბატონ გოგა, ოფიციალურად პრეზიდენტი. არა, არც ოფიციალურად არ არის და არც არაოფიციალურად, იმიტომ რომ ეს არის ოფიციალურად პრეზიდენტი ლეგიტიმაციის საფუძველზე ხდება. ეს კაცი არის ქურდი, მაგრამ მოიპარა ქართველი ხალხის ხმები და ქართველი ხალხის ნება. ამიტომ ის პრეზიდენტი არ არის და ვერც მე ესეთად ვერ მოვიხსენე. კი ბატონო, ქურდი კაცი იმაში როგორც თქვენ ბრძანებთ. ასეთია ქურდი კაცის ბედი. კი ბატონო, კარგით, ქურდი კაცი როგორც თქვენ ბრძანებთ, საუბრობს იმაზე, რომ 2013 წლამდე იქნება ქვეყნის პრეზიდენტი. ხო, მე ადამიანები მყავს ნანახი, რომელიც საუბრობდნენ, რომ ზოგი ნაპოლეონია, ზოგი პროკურორი, ზოგი კიდე რა გასაგებია. დავით აღმაშენებელი. არა, ბატონ გოგა, თუ შეიძლება სააკაშვილს რაზეც უნდა იმაზე შეუძლია საუბარი, ენაზვალი არა აქვს და
ასე ვთქვათ, სამწუხაროდ დიაგნოზები. ბატონ გოგა, არა თუ არ წავა პრეზიდენტი სააკაშვილი. არა, პრეზიდენტი სააკაშვილი წასულია ხა ბარსელონაშია, მაგრამ არა, გასაგებია, მაგრამ ბარსელონიდან ჩამოვა რამდენიმე დღეში, ბატონ გოგა. აი დროა ზუსტად და გუშინ სხვა შორის განგაში იყო გამოცხადებული მთელი საქართველოს დაცვა ეძებდა სააკაშვილს არ იცოდნენ სად არის. მე ვფიქრობ ძალიან დამახასიათებელია დღევანდელი ჩვენი ყოფისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ვითარება, როდესაც საკუთარმა ხელისუფლებამ არ იცის სად არის მისი პრეზიდენტი და მე აღმოაჩენენ რომ ბარსელონაშია რომელიმე ნაითქვა. ბატონ გოგა ზუსტად დროულია. გასაგებია, ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ მოსაზრება არ არის, ეს არის ქრონიკა ჩვენი ცხოვრების სამწუხარო. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ მე რწმუნეთ რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში და იგი კიდევ ერთხელ გააკეთებს განცხადებას თქვენი მისამართი. თუ სააკაშვილი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილი თუ შეიძლება ბატონო მეტრო ის ძალიან მალე დატოვებს ამ ქვეყანას საერთოდ ერთხელ და სამუდამოდ. საიდან გაქვთ თქვენ ეს ინფორმაცია? აი მე მწმენა მაქვს ამაში ამისი. გასაგებია, მაგრამ სხვა შორის აქვე მინდა გითხრათ რომ პრეზიდენტი სააკაშვილის გუნდის წევრები პირადად თქვენს და თქვენს კოლეგებს რუსეთის აგენტობაში გადადანაშაულებენ. არა, გული არა, მე დარწმუნებული ვარ თქვენ გული ახლა ჩვენს ეთერში არ ნამდვილად არ გაგიწყდებათ, მაგრამ იცით რა მინდა გითხრათ? ისინი თუ ქართველი პატრიოტები არიან, მე ნამდვილად უცხო ქვეყნების სპეცსამსახურის ამის მიზეზად რა სასახელებენ ბატონ გოგა იცით? თუ ის ადამიანები, ვინც თქვენ ლაპარაკობთ, შეიძლება ჩაითვალონ საქართველოს პატრიოტებად, მაშინ მე ნამდვილად ამ ქვეყნის წერი ვარ. არა, მე არ ვიცი, მე ჩემი მოსაზრება მაქვს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი მოქალაქე, მაგრამ ბატონ გოგა თუ შეიძლება ერთი წუთი იმის მიზეზად რომ თქვენ რუსეთის აგენტობაში გადანაშაულებთ ხელისუფლების წარმომადგენლები, ასახელებენ იმას, რომ დღეს, როდესაც რუსეთი კვლავ განაგრძობს აგრესიას საქართველოზე, ამ დროს დღეს არ არის დრო იმისა, რომ შიდა დაპირისპირებებს კონდეს ადგილი. მე ნუქმნიან ამ დაპირის, ჩვენ ვქნით ამ დაპირისპირებებს. დია ხელისუფლება საუბრობს, რომ სწორედ თქვენ ვქნით ამ დაპირისპირებებს. ხელისუფლება რა საუბრობს, ახლა მე რაში მაინტერესებს, შენ ახლა ხელისუფლების სახელით მე რატომ ელაპარაკები? იმიტომ რომ მე ხარ და კითხვები დამისვე ხა. არგამაძე რა საუბრობს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს და ბოკერია. ის რა საუბრობს, მე ვხედავ ამას ყოველდღიურად და ვინ ჩააბარა ეს ქვეყანა რუსებს და ვინ შემოაგრიხუნა აქ რუსული ტანკები, ვინ გადასცა მთელი საქართველოს დოვლათი რუსეთს ენგურგესიან, დედიან ბუდიანა ვხედავ და ის რას ლაპარაკობს, მე რაში მაინტერესებს. არა, ბატონ გოგა, მე გაგცემთ პასუხს, მე ვარ ჟურნალისტი, ხელისუფლება აკეთებს. ისინი ვერ მცემენ. არა, თუ შეიძლება, ერთი წუთით, ბატონ გოგა. შენ როგორ გამცემ პასუხს, შემოკარგო? მე გაგცემთ პასუხს. სააკაშვილი და მერაბიშვილი ვერ ცემენ ამ კითხვებზე პასუხს. არა, ბატონ გოგა, თქვენ ჩემი მისამართით შენიშვნა მომეცით მე და მე იძულებული ვარ გიპასუხოთ. თქვენ მე ვარ ჟურნალისტი, ხელისუფლება თქვენი მისამართით აკეთებს განცხადებებს, რომ დღეს ოპოზიციაში არიან რუსეთის აგენტები. არა, ამან ჩაიარეს, არა, არ ჩაიარეს. ეგ იყო 7 ნოემბერს შარშან, სხვა არა, ბატონ გოგა, მე მაშინ შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ ბატონმა გივით არგამაძემ გააკეთა განცხადება, რომ უკრაინაში და საქართველოში რუსეთი გეგმავს ერთი და იგივე სცენარს. არა, უკრაინაში და საქართველოში რამდენიმე დღის წინ გააკეთა ბატონ გოგა ეს განცხადება გივით არგამაძემ და არა შარშან 7 ნოემბერს. მადადარდებს მე გივით არგამაძე რა განცხადებებს კარგით, ბატონ. შენ რატო დარდობ ამ თემაზე? არა, მე არ ვდარდობ, უბრალოდ გივით არგამაძემ გააკეთა თქვენი მისამართით ეს განცხადება და მე ვალდებული ვარ თქვენ დაგისვათ ეს შეკითხვა, რადგან დღეს თქვენ ბრძანდებით ჩვენი გადაცემის სტუმარი. არა, ვარ თუ არა, თქვენ როგორ იღებთ ამ ბრალდებას, ბატონ გოგა? ეს ბრალდება არ არის. არა, როგორ არა, ხელისუფლების მაღალჩინოსანი თქვენ. ერთი წუთით საპარელო რა, ბრალდება არის ის, რასაც გამოიტანს ძიება და მე დაამტკიცებს სასამართლო და გონება დაკარგული ადამიანი, ნამუსი ვისაც არ აქვს, სინდისიას ვისაც არ აქვს და პატიოსნების ნასახი ვისაც არ აქვს, რა სიტყვის ეს ბრალდება არ არის. ეს მისი მოსაზრებაა. გასაგებია. ასე რომ ამ ორ ცნებას შორის დიდი განსხვავება და ეგ არის რაც არ უნდა გერეოდეთ ერთმანეთში. ის რაც თქვა თარგამაძემ და რაც წარმოადგენს ბრალდებას. იმიტომ რომ ბრალდების დასამტკიცებლად ამ ხელისუფლებას ჰქონდა წელიწადი მეტი, ნოემბრიდან ნოემბრამდე ფილმი გადაიღეს და თუ რამე ბრალდების შესაძლებლობა ჰქონდა შესაძლებლობა რომ ეს ბრალდებად გაეხადათ. რახან ვერ გახადეს ეს ბრალდებად, ესე იგი ეს არის ცილისწამება. კი ბატონო, მაგრამ ბატონ გოგა, თქვენ ამ ცილისწამებაზე თუ გსურთ, უპასუხეთ ბატონ გივით არგამაძეს თუ მე ამ ცილისწამებას 20 წელიწადია ვისმენ, ჩემო კარგო. კი ბატონო, არა, ეს განცხადება ბატონმა გივით არგამაძეს რამდენიმე დღის წინ გააკეთა ბატონ არგამაძეს საერთოდ რატო ახსენეთ ეს ხშირად გივით არგამ, რომელი ახლა ის არა, ეს ხშირად არა ბატონ გოგა, მე ტალერანი გივით არგამაძე ახლა რაბაგაჟის პატრონია კი იცის თელმა ქვეყანამდე. ახლა ვინ უსმენს გივით არგამ? თქვენ თუ უსმენთ? კი ბატონო. არა, მე ვალდებული ვარ ბატონ გოგა, რომ ყველა პოლიტიკოს უსმინო. არა, როგორ არა, მე ვარ ჟურნალისტი. მე ვარ ვალდებული სწორედაც რომ უსმინო ყველა პოლიტიკოს ბატონ გოგა. მაშინ ძალიან მეწოდები თუ ეგეთი ვალდებული მაგა. არა, მე სულ არ მეწოდები, ჩემი თავი რომ მე ვარ პოლიტიკოს უსმინო საქართველოში დიდხანს ვერ გაძლებ.
არა, ბატონ გოგა, მე მაგის პირობას გაძლევ ამ სტუდიაში. კარგი, ბატონ გოგა, ჭირდება თუ არა გაერთიანებას ოპოზიციური ლიდერი? ოპოზიციურ გაერთიანებას ჭირდება თუ არა ლიდერი? იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდი შეიცვალოს, საჭიროა თუ არა ლიდერი? არა, ლიდერები ოპოზიციას ყავს, ჩემო. კი ბატონ, ერთი ლიდერი არ არის გამოკვეთილი ლიდერი. ეს ვითარება ამას როგორც წესი ეს ეხლა წინასწარ ამის თქმა არ შეიძლება დგება ვითარება, როდესაც ეს საჭიროა. თავის დროზე აი ამის საჭიროება გაჩნდა, ესეთი ლიდერი იყო ლევან გაჩეჩილაძე და მოუგო არჩევნები მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო. ამან ასე ვთქვათ ოპტიმისტურად განაწყო ქართული საზოგადოება. მერე კომბალი ჩაგვარტყეს თავში როგორც გუბასანი კიდემ თქვა მამინაცვალმა ბუშმა და არ მოგწეს ამის შესაძლებლობა. ნუ ამას ყაჩაღებიც აკეთებენ, ძარცვავენ ადამიანებს, რა ვქნათ ახლა თავზე მოძალა არის. თუ ესეთი საჭიროება გაჩნდება, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამის ნაკლებობა არ არის. საქართველოში არიან ადამიანები, ვინც გარკვეულ მომენტში, გარკვეულ დროს შეიძლება გახდეს ერთი ლიდერი, როგორც ესეთი შეუძლებელია, იმიტომ რომ არის პოლიტიკური. კი ბატონო, მაშინ აქვე კითხავთ, ირაკლი ალასანიას ლიდერობასთან დაკავშირებით. ირაკლი ალასანიას ძალიან დიდი პოტენცია აქვს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ძალიან დიდი პოტენცია აქვს, ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მე ეს ვიცი და მე ვფიქრობ, რომ თუ ვთქვათ, ოპტიმალური ვითარება შეიქმნება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის იქნება საჭირო ახალი ლიდერი, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ირაკლი ალასანიას კანდიდატურას მიესალმებით. არა, მე ირაკლის მივესალმები, როგორც ახალ პოლიტიკოს, რომელიც გამოჩნდა ჩვენ ასპარეზზე, მე ამ კაცს ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ და დარწმუნებული ვარ, რომ უდიდესი პოტენცია გააჩნია, როგორც ქვეყნის სიყვარულის, ერთგულების, გამოცდილების და მომავალი პოლიტიკური სერიოზულ ფიგურად ჩამოყალიბების. ამიტომ ყველანაირად ხელს შეუწყობ, ყველანაირად დავეხმარები, რომ ჩვენ მოვიცილოთ ეს ჭირი და მე რას აერჩევს ქართველი ხალხი, ქართველი ლიდერი უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა. შესაძლოა ვიხილოთ გოგა ხაინდრავა ირაკლი ალასანიას პარტიაში ბატონო. არა, გამორიცხულია. პარტიაში თქვენ გოგა ხაინდრავას ვერასოდეს ვერ იხილავთ, მაგრამ ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში, მეგობრობაში, თანამებრძოლობაში, გვერდზე დგომაში და შეიძლება წინ სიარულში, იმიტომ რომ მე ასაკი დიდი ვარ, მე მეტი მომეთხოვება, მე მეტი პასუხისგებლობა მაქვს ამ ხალხის წინაშე, თუნდაც იმიტომ რომ ვარდების რევოლუციაში მონაწილეობდი, ამიტომ ბუნებრივია რომ მე ირაკლის გზას გაუკვალავ ყველანაირად და მე ეს ახალგაზრდა საკმაოდ დამსვათ შორის ძალიან კომპეტენტური გუნდი ყავს და მე მოხარული ვარ რომ ესეთი კარგი ადამიანები შემოიკრება გარშემო. ირაკლი ალასანიას გუნდის წევრები მალე გახდებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ბატონ გოგა. არ გაბრაზდეთ, ჩემზე გეხუმრებოდი ყველაფერს რასაც ვიძახთ. არა, მე მიყვარს ხუმრობა ასე რომ არ ბრაზდებით რესპონდენტებზე. რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია ხვალამდე გემშვიდობებად, ხვალ ზუსტად 9 ნახევარზე გადაცემას ვიათ ქორიძე წარუძღება. ნახვამდის. დიდი მადლობა. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.